ასე რომ ვთქვათ, წვიმიანი და ცივი ამინდი გვაქვს ქუთაისში, იმედია თავს თბილად და ჯანმრთელად გრძნობ. გადაცემის სტუმარს წარმოგიდგენთ პიკასო ქაჯაია გვეწვია, რომლის თითოეული სტუმრობა ჩემთვის ძალიან დიდი პატივია. თან რაღაც კუთხით ეგოისტები ვართ ადამიანები პიკასო და გამონაკრისი ვარ იმ ალბათ რამდენიმე ადამიანს შორის, სადაც უორს ვერ ამბობ ხოლმე მისვლაზე. მოგესალმები, გამარჯობა, რით დავიმსახურეთ თქვენი ამგვარი კეთილგანწყობა როგორ ხარ? მრავალჯერ ვიტყვი, დაიმსახურე ზუსტად იმ უშუალობით, რაც შენ გახასიათებს შენი შინაგანი სამყაროს, როცა გიყურებ თვალებში, გარდა იმისა, რომ საუბრობ, ვიცი შენი სამყარო როგორი არის. შვიდი, აფორიაქებულიც, მებრძოლი და რაც თავარია თავისუფალი. ამიტომ არ შემიძლია თავისუფალ ადამიანებთან მიუხედავად ჩემი ბევრჯერ მithავს ამ ბოლო დროს ეხანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, შინაგანი სამყაროდან და ჩემი ასე რომ ვთქვათ ცხოვრებიდან გამომდინარე, ვცდილობ რომ ადამიანთან ნაკლებად ვიურთიერთო და ვარც ვეუბნები ყველა ჟურნალისტს და ერთ-ერთი ხარ შენ, ეს არის შენი დამსახურება, როგორ გითხრა, ბუნებით ესეთი ხარ და ალბათ არავით არ შემიძლია რომ შენ ვარი გითხრა თუნდაც გამოწვევაზე, თუნდაც დახმარებაზე, თუნდაც ავიც ნებისმიერ თემაზე, იმიტომ რომ ჩემი სამყარო ხარ. დიდი მადლობა გვიგულეთ. მადლობა შენ რომ ხარ ქუთაისში ესეთი კარგი ადამიანი და მე რა თქმა უნდა ჟურნალისტი. ძალიან დიდი მადლობა. თქვენი სამყაროც რაღაც განსხვავებულია. ყოველთვის ასეთი იყო და მადლობელი ვარ რომ ყოველთვის მეუბნებოდა შენ რომ აი იმ პერიოდში ეს არის 80-იანი წლები, 83-85 წელი, როცა ჯარიდან ჩამოვედი და უნივერსიტეტში დავიწყე ჩემი ცხოვრება, რომ შენ 20 წლით ახარო წინო, იმიტომ რომ ჩვენ ხო 60-იანელები საბჭოთა კავშირში დაბადებულები ვართ და რადგან იქ ცენზურა იყო ყველაფერზე, ჩაცმულობაზე, აზროვნებაზე, შინაგან სამყაროზე და აი ყველა ნებისმიერ მოქმედებაზე, აი მახსენებს დღევანდელ დროს ზუსტად ეხლა დაბრუნდა ეს. ზუსტად იგივე არის განსხვავება, აი როგორც მაგალითად 1800-იან წლებში იყო ურემი ძირითადად და ელექტრიკა და ადგილების და შეიცვალა ხა ტექნოლოგიით მერსედესი და სხვადასხვა ფირმის ტექნოლოგიურ პროცესით ეს არის განსხვავება აზროვნება მოქმედება აი 37-იან წლებს მაგონებს ახლა ზუსტად ჯერ დაბრუნებული ვარ 60-იან წლებში სადაც მე დავიბადე და გავატარე ჩემი ახალგაზრდობა და შემდეგ აი ზუსტად თვალწინ მიდგება რა დღეში იყო 37 წლების ის ჩვენი ღირსეული და აი ნამდვილი ქართველები და არა გრუზინები და მათი ცხოვრება უკვე თვალწინ მიდდა. უკვე მათ გარემოცვაში ვარ. აი მათ ნაბიჯებს გძნობ, მათ ცხოვრების იმ განცდას, რასაც ისინი იმ წუთას განიცდიდნენ. შინაგან სამყაროდან, რომელიც იყვნენ აი ჩათვალე რომ ციხეში და რეპრესიებში. პიკასო არის ხოლმე რაღაც დაუწერელი კანონები ადამიანები შევაფასოთ, რაც ხელშეუხებელია, მაგრამ თქვენი თვალით დანახული ნამდვილი ქართველი როგორ გამოიყურება? ნამდვილი ქართველი ჩემთვის არის ნიკო ნიკოლაძე რა საუბრობთ ახლა რატო იცი წელიწადში რა თქმა უნდა ჩავდივარ ყოველ წელს რა თქმა უნდა ხამხრავობა როცა მაშინ არა აი ყოველთვის როცა მივახლოვდები და ვიცი რომ ექსკურსია რა ხალხია და მაშინ შევდივარ თუ არა და გავაჩერებ მანქანას მოვესწორებ შორიდან და მე ბრუნდები უკან და თუ მარტო არის ადრე ლია ბიბილეიშვილი იყო მემკვიდრე მუზეუმის დირექტორი გადასარევი ადამიანი და ეხლა არის გიორგი ფანცულაია ძალიან მაგარი ადამიანი და რატო გითხარი ჩემთვის არის ნიკო ნიკოლაძე ეხლა რატო ღირსეული ადამიანი სამშობლოზე შეყვარებული და თუ რამე შექმნილი არის ძალიან მომავლიდან ადამიანია. მომავლიდან რომელიც უწევდა რა თქმა უნდა ახლა და მისი შვილი გიორგი ასევე ეს არ ვიცი რა რა თქმა უნდა ძალიან დიდი როლი ითამაშა მისმა მამამ მის განათლების მიცემაში მე მოგეხსენებათ ახლა რომ წარმოიდგინე თუ არა გაქვს საშუალება შვილის განათლებას ვერ მიცემ ავიღოთ ახლა დღევანდელი კემბრიჯის თუ გინდა და გერმანიის ნებისმიერი აი ეს იყო მისთვის ყველაზე მთავარი ის ადამიანად ჩამოყალიბდა აი ეს არის ნამდვილი ქართველი და მახსენდება ყველაზე მეტად რაც გულში ხვდება ბოლო წლებში 85 წლის ასაკში გარდაიცვალა ნიკო და სულ იყო მებრძოლი და სულ საქართველოზე ზრუნავდა და იცით ახლა აღარ ჩამოვთვლი მისი 8 წელი და ყველაზე მეტად რაც გულში ხვდება რას ამბობდა თელი ცხოვრება ჩემი ცხოვრების მანძილზეო ერთადერთი ადამიანიც ვერ ვნახე ცხოვრებაში, რომელიც იყო ჩემი მოაზროვნე და ჩემი მეგობარიო.
ეს ისეთი გულდაწყვეტილით სხვადასხვა გიორგი ფანცულაიას ძალიან კარგი თხრობა აქვს, აი ძალიან მხატვრულად და კარგი ადამიანია ძალიან და როდესაც ლაპარაკობს გეგონება ნიკო ლაპარაკობს და აქედან გამომდინარე მივხვდიათ რაღაცას რომ ქართველებს ნამდვილი ქართველი არის რომელიც არ ღალატობს თავის რწმენას, თავის ღირსებას და ის ყოველთვის რჩება მებრძოლი. აი ასეთი წარმომადგენია, ხა დღევანდელი ახალგაზრდობა ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ თავისუფლებისაკენ აქვთ მათ მეტი განათლება და მეტი შეგრძნებები აქვთ და ალბათ დარწმუნებული ვარ იმაში, შეიძლება ყველა არა, რა თქმა უნდა, მაგრამ უმრავლესობა ისინი კაის დაგლახას არჩევენ. ამიტომ ნიკო ჩემთვის არის აი როგორი უნდა იყოს ნამდვილი ქართველი და მეც ახლა გრიგორი ობაკიძე, ილია ჭავჭავაძე, ქუთაისელი კირილე ლორქიბანიძე, დიმიტრი ყიფიანი, გიორგი მაისაშვილი და ძალიან მცირე ასე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ უმრავლესობა მაინც როგორი დარჩა იცი? შეგვა მაშინდელი აი რუსეთის პორადაშვილები ბერჯენ უნდა ვახსენო პეტრე ვაჭიძეს ნათელი აქედან ჩემგან ნათელში ყოფოს და რა ვიცი ეს კაცი მიყვარს და გულიმწყდება რომ ინსტიტუტის პერიოდში მას არ უჯექი ყოველდღე და არ ვაყოლებდი ამ ნაშრომების რადგან მან შემოუნახა ჩვენ საქართველოს და შემდეგ მისმა შულმა გიორგიმ ეს გამოაქვეყნა პატარა წიგნია სადაც დეტალურად არის რასაც შემდეგ კითხები ახლა ჩემო ნანა როგორი უნდა იყოს ქართველი და რა გაიარა ეს არის დღიურები და არა ვიღაცის მონაყოლი იმიტომ რომ ისტორიას არ მინდა შორს წავიდე ყველა პერიოდის ჟურნალისტი მაინც ის ხო ვინც მეფის კარზე იყო თავისებურად წერდა ვინც პოლიტიკოსი ხო არა ეს არის ხელნაწერები რომელიც არის მიხვდები რომ ნამდვილი ქართველები ვინ იყო პიკასო დღეს რა საზომით იზომება ქართველობა მასობრივად ფულით დღეს მოდი ასე ვიტყვი რა იმიტომ რომ არ მიიღოს მე მინდა რომ ყველა მიიღოს აი ჩემზე რომ იტყვიან რაღაცას რომელიც და ამბობენ მასიურად დაუშვათ მე იმას არ ვღებულობ ჩემ თავზე იმიტომ რომ ისეთი არც მწყინს ხო აი რომ იტყვიან ხა მასიურად სოციალური ქსელი გაუქმებული მაგ და ნაკლებად მაგრამ საერთოდ საზომით აი ზუსტად მაგის თქმა მინდა რომ ფულით ისაზღვრება ყველაფერი იმიტომ რომ ღირსება აღარ არსებობს სოფლიოსაც რო ვაკვირდები არა მარტო ქართველები არა მარტო აი დღევანდელი ცხოვრება ისაზღვრება ფულით ფულიში ყველა იყიდება ფულით რა აი უმრავლესობაზე ვამბობ მე აი პატიოსნება ელემენტარულად ხო რა არის პატიოსნება რა არის ღირსება ხო აი ადამიანებს ახლა რო ვაკვირდები ხო ამის აი რო ვეკითხები რა არის შენთვის პირდაპირ გეუნებია, თავარია ფული. აი რა სიკლავ თავს, მედი რა ყველაფერი წავა თავისებურად და რა ბრძოლო. ჩამოაყალიბა ასეთი განწყობები და მიდგომები. ყველაფერს ხო თავის გამომწვევი მიზეზი აქვს. კი, მაგრამ აი მეც მინდა შენ შეგეკითხო, კაი გასაგებია რომ იმის პერიოდში ხა დავით აღმაშენებელი რომ ცეზე დაждდებოდა და ევროპაში ჩავიდოდა. კაი მოდი ესავიღოთ თბილისში ცხენით რო წავიდოდა აქედან მაგალითად თბილისში 7 დღე უნდებოდნენ 1900-იან წლებში, ხო? იმიტომ რომ ტრანსპორტი მაშინ ნაკლებად, მაგრამ ეხლა გააქაგენ მობილური ტელეფონი, ხო? ერთ წამში დედაფისის ბოლოში გებულობ რა ხდება. აი ჩვენ დროს ლიტერატურას თუნდაც აი როცა გადადიოდა ხელიდან ხელში, ხო? ისე თუ იყო რამე საინტერესო და გინა სიყვარულზე იყო, გინა სექსზე იყო, გინა პოლიტიკაზე იყო, არ ქონდა ერთი და მე ეციგნი დადიოდა ჩუმად და შეზღუდული იყავი და მესმის, რომ ეს იზახიან, რომ აი როგორ პოლიტიკა და ეს როგორ იდეოლოგია როგორ მოქმედებს ადამიანს. კარგი რა, ეხლა სიცხვილი არის, ხო? თუ იმას ამბობ, ქართველი ერი ბძენია ერთი ვინ თქვა, მაგი მაინტერესებს, ხო? მაშინ ეხლა 21 საუკუნეში, როცა შენ წვდომა გაქვს ყველაფერზე, ხო? რაღა დროის ვიღაცის იდეოლოგიაა, რომ ვიღაცა ყვება რაღაცა სისულელეს, ნამდვილად აი დედამიწა მაგალითად არის ბრტყელი და იცი ერთმა ადავასაყელება გასახედავს ჩემ რანაირად მეგობარმა იცი ხო გასო ეგ ბრტყელი ყოფილაო და აი რა მე უთხარი არ მინდა წამოვსდე სახელი ხა შენ მაინც რამ გამოგაშტერა მე უთხარ აი ბრტყელია რა სისულელებს იჯერებთ გინდა რელიგიაზე რაღაცა მოჩვენებებზე გინდა პოლიტიკაზე ხო ეს რაღაცა სისულელეს იტყვიან და ამას ხალხი იჯერებს და ამას ვერ გებულობ ნანა აი შენ ხო კითხვა დამისვი და მეზგისვამ ახლა შეკითხვას რომ ამის პერიოდში
როცა ესე იგი მაშინ გამოდის რომ შენახა თვითონ შინაგანად განუვითარებენ რაღაცა ავადმყოფობა გჭირს არ გონებრივად არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ ახლა მე იბადება ადამიანი გონებად შეზღუდული და ხო რასიზმს ზოგს ფეხი არ აქვს ზოგს რაღაც ვიბადებით რა ესეთი ადამიანები რომელსაც არ აგვაქვს იმის უნარი რომ აღვიქვათ ფერი აღვიქვათ აი შენ თვალებში რა იკითხება ხო გასაგებია აუ ეს ყველასო როგორ იქნებაო და კაი თუ არ იქნება ებრაელებსა გამონათქვამი ხო არჩენი იცოდა წყევლა ქვია ხო მაგენისაც არჩენი იცოდა და არც ხისიო და მეც გეკითხები შენ რომ ამ 21 საუკუნეში როცა შენ თვალწინ გას ყველაფერი გაარჩია ეს არის შავი ფერის ის ლურჯი ამ დროს მოდის აგერ ერთი ვიღაცა მოდი რა სიტყვით როჟა რა მაგათ ენაზე ვიტყვი და რაღაცა სისულელეს ვიტყვის და ეხალხი უსმეს და ეხალხი ამას იჯერებს ესე რა გამოდის ქართველი ხალხი ბზენი არის თუ მაშინ თქვა ტელევიზიები ავიღოთ კიდო ამაზენი არის ვინდა ოპოზიციური იყოს კიდო იგი ხო სისულელებს უსმენ ერთი და იგივეს რას ამბობს 13-14 წელს ადამიანი და ერთი და იგივე ხალხს უსმენენ ამას და ამას შემდეგ ასმენიანები დანარჩენებს. Პიკასო და აი ასეთ ბრძოლაში რომელიც ინფორმაციის სახით მილიონობით შეიძლება მოვისმინოთ ტელევიზიებიდან თუ სოციალური ქსელიდან ადამიანებს არ ვიცი როგორ ფიქრობ რას გეუბნებიან თქვენი თანამოაზრეები და მეგობრები რამდენად შემორჩათ დრო ლიტერატურისთვის მუსიკისთვის შეიძლება ბევრი საუბრო ცხოვრებაზე მაგრამ ჩემთვის მაინც ასოცირდები მემატიანად იმ პროცესებისა რაც კულტურის ხრივ ვითარდებოდა შეიძლება სრულიად საქართველოში და მით უფრო ლოკალურად ქუთაისში. კი, გითხრათ ახლა მოდი როდესაც ინსტიტუტში დაიწყო ეროვნული მოძრაობა. მაშინ ესე იგი წარმოედგინე ჯარიდან ჩამოსული ვარ, ჯარში რო ჩავედი, მოკლედ ვიტყვი რომ უკრაინელი და რუსი ერთი და იგივე მეგონა, მაგრამ მე იქ შევხედე გავიცანი ესენი სუსხოენი და ისტორიები ყველაფერი, ამაზე არ გავაგზავნე, ჩამოვედი და არა ხა ამ გარემოში რომ ერთს მასწავლიან სკოლაში ერთი მაგნასწავლე და რეალურ ცხოვრებაში არის სხვანაირი, ხო? შემდეგ დაიწყო ეროვნული მოძრაობა ახლა ინსტიტუტში კლუბში ვარ ხელოვნებით ვარ დაკავებული ბერძნული მაქვს მონაყოლი და ხვდები რომ თელი ერთი ოჯახი გაიყო ორად აქეთ არის ესე იგი პროლუსური განვითარების ადამიანები კომუნისტები აქეთ არის ეროვნული დემოკრატია ზვიადის მომხრეები გაიყო ორად ახლა ჩვენთან მოდიან მე როგორც ხატვარი ვიყავი თელი ყველაფერი რაც იწერებოდა საპროტესტო აქციების ეს პლაკატები ისე და უკეთებდა აპარატურითაც მაშინ აპარატურა ქონდა ინსტიტუტში და რომელსაც ხმარობდი რეპეტიციებზე და შემდეგ გახმოვნებაზე ვეხმარებოდი მაგრამ შო ფიქრობდი ერთ რაღაცას ზვიადი მე დროს თქვა რომ ჩვენო არც ამერიკა გვინდაო არც ევროპა გვინდა და არც ვერ გავიგე გამიგე მეთქვი ამნაირი მაგარი კაცია ეს ციხეში და მე ახლა თან მაშინ იმდენად რაც დედაჩემიდან განაგონი და ესენი დიდათ არ ვიყავი რა წიგთან მისული იმიტომ რომ სენით და ხელოვნებით ვიყავი ძირითადად მაგრამ ეს განაგონი ხა სადაც იზდები ოჯახში რო ხო ახლა დააჩემი გაქანებული ზვიადისტი იყო და გამიკვირდა გამიგე მეთქვი ბიჭო არავინ არ გინდა როგორ შეიძლება ილია ჭავჭავაძე მეთქვი ევროპისკენ იყო ბოლოს ილიას თავიდანები აგერ ბოლო პერიოდში დავით აღმაშენებელი ბიზანტიას და იმას შორის შემდეგ არჩევანი როგორ გააკეთა რო ევროპაზე და ასე შემდეგ და გამიკვირდა ეს მაგრამ ნუ ახლა მე ვეხმარები და ერთ დღეს ახლა არ დავასახელებ კიდე როცა პლაკატებს წერდი და ხო არის ახლა ყველასთან მეგობრობდი და აქეთ მეგობრები არის ზვიადისტები აქეთ ისინი და ეს ზვიადისტები ვინც იყვნენ ხო ახლა ხო უწერ კლუბში ემას და მაშინ ისჯებოდა რომ თუ მიეხმარებ როგორც ახლა არის რა იგი ზუსტად იგივე რა რომ მე ახლა როგორც აღვიქმებოდი მაშინ ინსტიტუტის კლუბის დირექტორი რადგან ვიყავე და ესა იქ პარტიულ კომიტეტს და პროფკავშირები იყო ესენი იყვნენ ჩემი უფროსები არ შეიძლება და ახლა მე იმგეს მივხმარებოდი იმიტომ რომ ამგენის თანამშრომლად ვითვლებოდი და თავსავლო და როდესაც წერ ამ პლაკატებს და ვიღაცამ დაიძახა პარტკომი მოდისო და გაიქცენ ყველა და ამკისდიდან და შემატოვე მე მაშინ და მე შემოვიდა და ჟღერდი აგერ პიკასო ეგენ გონია ხა შენ მეგობრები შენო აგენ მიგატოვენო და ის რას იზამენო ისი აგიხდა ყველაფერი ხო ჩათვის ეს გაურგმა რო გავიდა წლები ის ადამიანები რომელიც იყვნენ მოდი ასე ვთქვა ზვიადისტები დღეს არიან რუსეთის ამის ხარდა როგორ წარმოგიდგენი ეხლა ეს და აი შენი კითხვა ზუსტად ამას ეხება ხო იმიტომ რომ მე გავიარე ეს პერიოდი და ფიქრობდი დიდხანს ფიქრობ მე თუ ეს როგორ შეიძლება მე საკუთარი დედაც იგივე ზვიადისტი ხმა მიცა ვერ გავიგე გამიგე და მე ყოველთვის როგორ გითხრა იცით
ყოველთვის ცოტათ ერთხელსებზე იყო. რა იცი, სულ ცდილობდი რომ არ მეთქვა ისეთ გაგონილით, ბევრჯერ ნათქვამი რომ აჩერზე ავთხები მოუშვიმპირო პიდარასტია. ხო, ან რაღაცებს იძახოთ. არასდროს არ მიყვარდა სხივისი ნათქვამით, აი შენზე რომ უმიყვე, ნახა, იმას არც მივაქცევ ყურადღებას. მაინტერესებს ჩემი აზრი გამოვიტანო და შენთან გავატარო და შევისწავლო შენი სამყარო, რომ მე გამოვიტანო და არა ვიღაცის დაწერილი. ამიტომ იცი ეს მე ყველაფერი გავიარე. იგივე ხდება დღეს. თან ტკივნეული იყო ეს პროცესი. აი ტკივნეული კი არა, აი გეუნები. თქოს რაღაც ლამაზი სამყარო დაგემსხვა თავზე. დამისხენ კი არა, აი ხო გეუნები, აი თლა გავგავში როდის იცი რომ ეს ხალხი, ეხლა სახელებს არ დავასახელებ კიდევ ერთხელ. ჩემი მეგობრები არიან და დღეს გაქანებული ბიზნესისტები არიან, რომელსაც ერთის მეუღლეს მუცელში ჩაარტყენ ფეხი. წარმოიდგინე, ფეხმძიმე იყო. და იმ პერიოდში აი პოლიცია ზუსტად ისევე ნაგურად იქცეოდა როგორ შეიძლება ახლა ფეხმძიმე და ახალგაზრდა ნუ გასაგებია მაგრამ მოექეცი ცოტა იმის ფარგლებში ხო იგივე იყო სახში მე სულ სხვა რაღაცებს უყურებდი ახლა პატიოსნება თუნდაც გამაჩნია მამაჩემს და დედაჩემს დამსახურება მაგრამ ერთ ზვიადისტი იყო მეორე შევარდნაძისტი მე ევროპელი ხო ახლა წარმოედგინე როგორი იყო კოჰაბიტაცია საშინელი აი ახლა ამაზე მიწევს სახალხოდ ლაპარაკი უბრალოდ მაგრამ იცოდეს რა ყველამ რომ თქვენ არ გეგონოთ ახლა მე თქვენ რომ წარმოგიდგენიათ რომ რადგან ავალქოჯაიაშვილი ვიყავი კომუნისტური აზროვნება მიყარა სულ ომი მქონდა მაგაზე და იგივე დედაჩემთანაც დღეს ისრულდებოდა თქვენი დებატები ჩვენი ჩხუბით და ერთმანეთს არ ველაპარაკებოდით და იგივე ახლა დედას როგორც დედა პატივს თორე აი ნერვებს მიშლის აი როგორ შეიძლება რომ ჩემი დედა იყოს დღევანდელი მთავრობის მომხრე რომელიც იყო თორე მე რა უფლება მაქვს ახლა ვიღაცას მოუწოდო შენ იცი ასე იყავ არ არის ეს პირადული არის მაგრამ შეოჯახაშენებულო გუშინ კომკავშირელი იყავი გუშინ წინ კომუნისტი იყავი მე გახდი ზვიადისტი მე მიშისტი გახდი და დღეს რა არის ქამალეონი ხო არა ხარ ყველა პროფესორები რა სუხანიანი ცუდა თქმა ამისეჟნა ჯვარცაკეთა ხარ აცი და ბუასილი ხო არა ხარ ერთ ადგილზე რო ხარ აი პროფესორი როგორ გიქაიცი დაამგრეული რა დამსხრეული მაქვს თელი ცხოვრება აი როგორ გითხრათ ცხენია საერთოდ აი ხო გეუნები აი ერთხელ თქვი კიდო ადრე ჟურნალისტებმა დაწერა რომ ისეთ საქციელებს უყურებდი 90-იან წლებში ცხენია ხანდახან რომ ქართველი ვარ თქო მაგრამ მე ვარ ქართველი და ეგენი არიან ისინი ვიზედაც მიიღებენ თავისთავად გრუზინები 200 წელია გადააჯიშდნენ ერთხელ ჩემმა მეზობელმა რა არც მას დავასახელებ ამ ნაკითხი ადამიანი სულ კითხულობდა და სულ წიგნით იყო და რა თქმა უნდა რუსული ის ქონდა კიდე რა ნახევრად და ქართულიც იცოდა თავიდან ბოლომდე ყველაფერი პოეზია პროზა ისინი დეტექტივები მაგრამ რუსული გამოწერაც ხო და რა მითხა იცი რო ფიქრობო რუსულად დავიწყე ფიქრიო შენ წარმოიდგინე ახლა ამი დავამთავრე რა ყველა ადამიანი რომელიც უკვე რუსულად და მე მივხვდი ახლა შენასაც მეკითხები რომ ამ ხალხს არაფერი არ ეშველება ყველა საშინელება რა არის იცი კარგი ხო თაობები მიდის და იცლება და ეხა სპარსეთისა და ეგვიპტის პერიოდს სხვადასხვის არ მიყვარდა რა გუბაზი თავის საქციელების გამო მაგრამ აი თარგამაძეს გაუმარჯოს ხო მიცა რა აი მისი ადგილი ეს არის მუნიჭერესი ადამიანი რა ისტორია იცის თავიდან ბოლომდე იმ ისტორიებს ახლა ვეცნობი რომელიც არავინ არ გვიკითხავდა ასე რა ჯეთხრობა აქვს მაგრამ და მე ზუსტად იგივე როადარებ ახლა იგივე ხდებოდა იმ პერიოდში შენ რომ მეკითხები აი რითი ჩევავა ადამიანი ფული საზღვრავს ქმნის მთელ ისტორიას ფულით იცვლება და ფულზე არის აწვა ეს არის საშინელება და მით უმეტეს ეხლა სოფლიოში კრიმინალური ოლიგარქები შეიკრიბენ და მართავენ სოფლიო წარმოიდგინე ამაზე საშინელება რა უნდა იყოს ახლა აგე კრიმინალი გელაპარაკება კრიმინალური სამყარო შეიკრიბა და ომები თუ რა უბედურება ხდება ეს ყველაფერის მიმართ აფინანსებენ ამას და პატიოსნებს უყურებენ როგორც აი როგორ გითხრა არ მინდა ეს სიტყვა ვიხმარო ყველაზე მდაბიო ადამიანებს გამიგე და ესენი მართავენ ეს თუ არ შეიცვალა ხო შენში ჩემში მათში ჩემი აზრი კი არა მარტო რაც ხდება იმას ვამბობ ამიტომ მოკლედ გეტყვი ჩემო ნანა რომ ფულით ისაზღვრება ყველაფერი და მადლობა იმ ახალგაზრდებს იმ ადამიანებს და ნიკოს არ იყოს მე არ ვიცი რა მინდა გისახელო კი დამჩა რამოდენიმე მეგობარი მაგრამ ჩემი მოაზროვნე მე ჯერ არ აყავს ადამიანი და რო გითხრა სიმართლე
აქ ვეჭედები და მინდა კი თითქოს ხავს, მაგრამ რა არის, იცი, თუ ამბობ მაშინ ბოლომდე უნდა იბრძოლო. მე მაგალითად მწვენია რომ მე დღეს იმ ხალხთან ერთად დღეს არა ვარ, მაგრამ მე დავიფიცე 2015 წელს და ერთმა ჩემო ჭკვიანმა მეგობრმა რომელიც ახლა გარდაცვლილია და ევროპაში იქიდან ძალიან კარგი დარიგება მითხრა. იგასო შენამგეს ვერ გავიგე, იმიტომ რომ მას განული ქონდა რა, ისინი აღარ დავიწყებ, რომ შენს იგივე არის რა ხალხიაო. შენ ახლა გიყენებს ყველაო და ამგე შენ მაინც ვერ გამოასწორებ, იმიტომ რომ ესენი არიან გადაჯიშებული გრუზინები ყველა ძალიან ცოტა პროცენტია ქართველები და ისე აგიხდა ყველაფერი. ამიტომ ცოტა გამიგზელდა, მაგრამ გლობალურად აჩიმელო მოკლედ გითხარი ჩემო. მადლობა ძალიან დიდი. ამ ძალიან ბევრ ცუდ ამბავს შორის კარგი ის მოხდა ახლა წარსულში და უფრო კონკრეტულად გასულ კვირაში, რომ მუსიკის ჟურნალისტები გია ხადური და ლაშა გაბუნია იყვნენ ქუთაისის სტუმრად. და ხო ისევ ხელოვნებაში თუ შეიძლება ვიპოვოთ რაღაც გადარჩენა, ჰარმონია, სიმშვიდე და მოდი ცოტა მუსიკასაც შევეხოთ. არა მგონია, იცი, აი რობერტი მახსენდება, ჩემი რობი კუხიანის ხო ამოფ წეგან გითხარო ვახლა და ვარ იმ პერიოდში. რობი რო გამოვიდა და ლენის რო აგინა, ეს არის თუ არ ვსა გულიმსხდება რომ ის კადრები მე კასეტა დაიკარგა. და ეს უნდა ნახო რა ხა მოყოლული არაფერი არა თან იმ პერიოდში გაგანია ესა, ნუ ბოლო რა თქმა უნდა, რაღაცა 90-იანი ნუ კომუნისტები არ არიან ჯერ წასული. არის ბოლო არის კომუნისტები 88 წელი 89 ხო ეს იყო არქა უშიშროება და ნუ თქვა მაშინ ხელოვნების ხალხი ჩვენ ამას არ ვერიდებოდით რა მაგრამ ნუ ახლა არ ვიკიბრებოდით და დისიდენტები არ ვიყავით როგორ იცი წავედით ახლა იგი დავანგრიოთ იმას ვეცეთ აი ზუსტად რასაც შენამო რობიმ თავისათმელი თქვა მაშინაც თქვა ეხლაც თქვა და ყოველთვის ამბობს რობი არ შეცვლა რა და კიდე ერთი მახსოვს არ შეიძლება რო არ თქვა ეს რომ აი თვითონ ფსიქოლოგიას გეტყვი ადამიანისას შინაგანად რაც ახლა ის დარჩები ყველა პერიოდში არის ასეთი მომენტი ჩვენთან ხო ტუსოვკები იკრებოდა ჩვენთან რობისან და იყო ასეთი კიდე ვინ იყო ქუთაისში არ ვიცი ერთი ტუსოვკა იყო მე რუსეთში იყო მაკარევიჩის პროდიუსერი თემური ჯოხაძე სხვათაშორის აი ადამიანი და ჩვენ ვცდილობდით რომ ადამიანებს ჩვენი სამყარო დაგვენახებინათ ჩვენ პატიჟებ თვითონ მოდიოდა თვითონ ირჩევდა ის ხალხი შენიანი ვინც იყო იმას გზნობდი და აი მე მივხვდი რომ ყველა ჩემიანი არ იყო ახლა რატო ამბობ ამას და ნუ კაი ნასვამი ვარ მე ხო ბოჰემური ცხოვრობდი 8 წელი მანამდე არ სვამდი და მე ნუ უნდა აყვე ქუთაისის იმას იმიტომ რომ სხვანაირად ანქალოია ხარ გამოშერებული თუ არ სვამ და ნუ მაგარი ლოთობის პერიოდი მაქვს ბოჰემური სიტუაცია და მაშინ იყო პოლიციელი ერთი მერსედესი დადიოდა შევანაძისა და შაშაშვილის პერიოდი არის მერსედესი ფირმა მერსედესი გენოქიოდა იმ ხალხს რომ არ ვიცი რაღაცა დაზიანებული ქონდა მე მგონი ავარიიდან თავის ქალის რაღაცა და ძალიან შეუპოვარი ადამიანი იყო მაგრამ მე რატომღაც პატივს სცემდა გამიგე და ახლა რა გავაკეთე ესე იგი ერთი სიმღერა მქონდა დაწერილი 93 წელს ვერავიტანე თქვენზე ამობენ ქვია და ვერავიტანე ბიჭო აგერ საწყალი ექიმი რომ მოკლენ რა ყერყულის ექიმი იოსელიანი იყო ხო და გაგუვდნენ იმითი რომ აგერ ყაჩაღობაა გავგიჟდი მეთქი 93 წელი არის აგერ რუსეთი გვებზის და ეგენი აგერ ყაჩაღობენ ჩვენი ხალხი ერთმანეთზე და გადავედი რა ჭკუაზე და ეს სიმღერა მაქვს დაწერილი ვიფურთხები ვიგინები ამნაირი ხალხს ვაგინებ ერთი სიტყვით ოღონ კულტურულად რა და ამ სიმღერად გამევიდოდი რომ დავთხრობოდი და შვახაზე გალერეის ხაზი ხო იყო დავდგამდი იმას სკამზე და ამ სიმღერას სანამ არ დავამთავრებდი ბოლომდე ისე ავტოვებდი ადგილს და ახლა ანაირ მომენტია ეს პოლიციელი ხო არ ვიცი ახლა სიმპათია ქონდა ალბათ ჩემთვის თორე არც მაშინ ეპოვებდნენ პოლიციელები მაგრამ აი ღირსეულად იქცეოდნენ ამის თქმა მინდა გააჩერებდა ამანქანას რომ ვინმე ადამტაკებოდა იმიტომ რომ ეს ხდებოდა ხამის 12 საათი აი ხო კაიშიკებებული რო ხარ და ხამ პირველ საათზე ხამ ორ საათზე დილამდე ვიყავი 8 წელი ამ პერიოდში და გააჩერებდა მანქანას იქიდან საიდანაც მოძრობა იყო ხიდის მხრიდან ცენტრისაკენ და რო დავამთავრებდი ასიღერას ხო მე ავდგებოდი და შევიდოდი არც წინდებოდა პიკასო ეს თქვენი რაღაც უცნაური უმეტესობა ეს წელებოდა 8 წელი რა თითქმის და ახლა ისი თქმა მინდოდა ხო გამოვიდოდი და გამომყვებოდნენ ბიჭო მაგრამ პოლიციას რო დაენახავდა ერთადერთი წინ დამიჯდა და რობიჯდა ჩემს გვერდში ახლა ხო მივხვდი აი რობი ყველა პერიოდში იყო პროტესტანტი იმ
როგორ გითხრა, არაკაცობის, არათავისუფლების, უღირსობის და მაგარი თავისუფალი ადამიანი და ასეთები ჩვენთან იყო ძალიან ცოტა. აი იგივე შემიძლია თქვა ხო ჩემზე უცროსი მეგობარი, ეხლა შეიძლება ასეთ სიტუაციებში, მაგრამ ხშირად ვიყავით გიგა ერისთავი, ბაჯუს ეძახიან და ჩემი უცროსი მეგობარი, ერთ-ერთი თავისუფალი ადამიანი რა, რომელიც დღემდე რჩება თავისი იდეებისა და ზუსტად იმას ამჟღავნებს, რაც იყო იმ პერიოდში. მით უმეტეს გიგა ჩემთვის იყო სოფლიო მნიშვნელობის დრამერი რა, 4-5 თეთრიანებს ას კედელზე რომ მიადავდა დრობს რომ გაცხებდა ქუთაისში რომ 5 თეთრიანი კი არ ვარდებოდა. ნუ სასწაული ადამიანი როგორც ხელოვნებაში, ასევე და დღევანდელ ცხოვრებაში ყოველთვის ამბობდა თავის საქმეს. ვინ ჩამოგითვალეთ, ახლა ტუსოვკები იკრიბებოდა მაშინ ძალიან მცირე და ესენი ვიყავით თქვით რა, მაგრამ დღეს ყველას ეშინია ამის თქმის რა, რო გითხრა სიმართლე, კი არიან, ეხლა მე მოწყვეტილი ვარ ყველანაირად, იმიტომ რომ დავიფიცე რომ ამ ხალხისთვის მე აღარ ვიბრძოლებ, არ იმსახურებენ და მიტო რა არის იქ სიცხვილი არის რა, სიცხვილია რომ ჩვენ ისტორიიდან გამომდინარე თეთრზე, შავზე როწერია ქართველის ხელიდან მოვალა უკვე აქ მიზის რა, აღარც ქართულობა მინდა, აღარც ეს მიწა მინდა და აღარც არავინ აღარ მინდა მხოლოდ ის ხალხი, ვინც დარჩა, ვისაც შემორჩა ხისება, სიყვარული და უბრალოდ პატივისცემა თავისი ქვეყნისა და თავგანწირვა შემიძლია. ახლა გვასწავლიდან ხო ჯობსის სიცოცხლესა ნაცესა სიკვდილი ამის მონობას თუ არ მიჩვენოდეს სიკვდილი არაკაცი ვიყო. ახლა თათარ უამყობდეს და ჩემი ნენსი და შვილიშვილი აი შენ სიყვარს ფიცავარ არ ვიტყვი რას გავაკეთებდი. ჩავეწერებოდი რა იმ ხალხის სიაში და განწყობაზე მინდა გაგიშვაქეთ და რაიმე კარგი გაიხსენეთ და დაგემშვიდობები. აი მე კარგი ძალიან ბევრი რაღაც კარგი ისტორიის და ეპიზოდის თანამონაწილე ხარ. კი, იმიტომ რომ ალბათ საზრდოდ იყენებ ხოლმე ამებს, როცა ტვინიც დროში მოგზაურობ ხოლმე. როგორ არა, კარგი ჩემ ცხოვრებაში ახლა ახდებოდა, იცი, ბედნიერი ვარ, მეგობრები მყავს, რომელიც ქვეყნად 1000 წელიწადს გამაძლევინებს, ჩემი სუხია სიყვარულისთას, სულ მოუთმელად დამალევინებს და ასე შემდეგ აღარ გავაგზელებ. რა მინდოდა ამითი მეთქვა. მეგობრები მყავს, აი რაც მაცვი ახლა ჩემი მეგობრების ნაჩუქარია. და შემომჩა ზოგადად ხო გითხარი, მე გითხარი როგორც პოლიტიკურ, აი ჩემი მოაზრე, ახლა ნიკო და ილია ჭავჭავაძე მე ქვისლები გახდნენ, მაგრამ დუელში და სხვა გამოიწვიეს ერთმანეთი. ეს იცით ხო? მე გახდნენ ქვისლები. ამის შემდეგ ეს უნდა შეგვეძლოს ჩვენ და მეგობრები ყავს მართლა ძალიან ისეთი ევროპაშიც ახლა ყველა ჩემი შინაგანად მოაზროვნეები რომელიც מחარებდნენ და מחარებენ დღემდე უბრალოდ მე მიშკა კოსტა ვარ შემილია რომელსაც ყველაზე საუკეთესო ბედნიერი დღეები რაც ამახ ცხოვრებაში გატარებული აი ეს מחარებდა და შარშან გადაიცვალა ხა ნოემბერში იქნება წლისთავი და რა არიცი მითო გეუბნები დღეს ვერაფერს ვერ გეტყვი რომ რაღაცა მიხაროდეს იმიტომ რომ მიშკა ჩემთვის რა იყო იცი ხიდი იყო საქართველოსა და ევროპას შორის შენ სიყვარულს ვფიცავარ და ყველაზე ბედნიერი წლები აქაც და იქაც მიშკა კოსტავასთან ერთად ამა გატარებული არის ეს შეიძლება არაზუსტ არ მithქვია და ყველა სხვანაირად უყურებდა ჩვენ ურთიერთობას მაგრამ შეიძლება ოჯახის წევრებიც მაგრამ ეს ასე იყო ეს მე და მიშა ვიცოდით და ბედნიერი დღეები მაქვს გატარებული როცა ადამიანებს ახმარები ვარ ყველაზე დიდ სიამოვნებას ღებულობდი ამაში და სულ მოდიოდნენ ჩემთან ყველა რანგის, ყველა სხვადასხვა თუ არქიტექტურული, თუ დიზაინის მხრივ, თუ გაჭირვების და ყველა მეუნებოდა ხო ის ყავს გონდა და ბუზგა ქონდა ხო გაიგონია ასე რაღაცა მაგრამ ვახერხებდი ეს მაძლევდა არ ვიცი რა ხან ჩემი მეგობრების ხელით და ეს არის ჩემთვის ბედნიერი დღეები და ყველაზე ბედნიერი წელი რო გითხრას იმაზე ზუსტად იცხა პერიოდი არიან ესენი რო უძახიან სიცხლიანი პერიოდი იყო მე არავინ არ შემხებია ალბათ ვიცხოვრე სწორად და მაგიტო არ ვიცი ახლა ის და ეს და ამან ესკნა და ისკნა და არავითარ პოლიტიკური იმით არ განსხვავდება ყველაზე თუ რამე შემიქმნია ილო ფოტოგრაფი ეკასოს ბიჭი და იქ ლორთქია და ესენი სამი უნდა ყო და ის პროექტები დაკონსერვებული პროექტები თუ რამე შემიქმნია ეს იყო მაგ პერიოდი რა და ეს 9 წელი მახსენდება რომ ყველა ჩამოდიოდა გაინო ხიჩიც ამერიკელი ჯაზმენი მიშკა კოსტავასას აქეთ უნდა და ორი სამაღებია ბათუმში რომ დაიბევა რა ადგილი რომ გავხსნათ კლუბებიო თელი ემიგრაცია რომელიც წასული იყო ყველა მოდიოდა რომ იმიტომ რომ ევროპა აქ იყო
და ჩვენ დაუბრუნდით ერთადერთი ერი არის მსოფლიოში, რომელიც უკან მომავალში ხო გაქვს ფილმი ნაყურები, არ მანქანა არსებობს და ბრუნდებით. ამას არ უნდათ უკან მომავალში ისე ახერხებენ მაგას და როგორ გითხრა იცი, დღეს რო გითხრა ხა მე რამე მიხარია? არაფერი არ მიხარია, იმიტომ რომ მე მომავლის წმენა უკვე დაკარგული მაქვს. ერთადერთი მიხარია, რომ მაგარი ახალგაზრდები ყავს და მინდა რომ ყველას გულში ჩაგეხუტოთ, მოგეფეროთ და რა ვიცი, რა გითხრათ. დაპატიეთ რომ მე თქვენ გვერდში არ ვდგავარ. თქვენ გვერდში ვდგავარ შინაგანად, მაგრამ ხალხმა, რომელსაც მასიურად ახსნა ჭირდება იმისთვის, ვინ არის შენი მტერი და ვინ არის მოყვარე და რა არის წმენა და ღირსება და ეს უნდა ახსნათ გლობალურად და როცა ვერაგებიებ, რა, იმიტომ რომ აი ეს ტუპოვის ვიტყვი მაგენიტენაზე, ვერაგებიებ, გადმოდის მე შეურაცხყოფაზე და მუსყულებზე. ეს არის საშინელება და ამიტომ მიხარია ჩემი მოგონებები, ჩემი მეგობრები, რომელიც დღეს მეხმიანებიან და ყველას აი გეხუტუნეთ გულში მიყვარხათ და მადლობა იმ ყველაფერი საჩუქრებისთვის, აქედან ჩემლადოს პირველ რიგში მოკითხვაში, ანას მოკითხვა ძალიან ჩემ ბევრ მეგობარს, რა ვიცი, მიყვარხათ და მადლობა იმ სიყვარულისთვის, რომელსაც თქვენ მაგიდან დღესდღეობით მიხალისებთ რა. ეგ არის ჩემი ხალისი და დღევანდელი დღე შენთან დააცლა ურთიერთობის, როცა დამირეკავ და ვიცი რომ ერთი კაი ადამიანი ყავს კიდო ჟურნალისტის სახით, რომელიც შენსულია სამყაროში და გულში იხედება, არ ავიწყდება შურიკა, არ ავიწყდება მეგობრები, არ ავიწყდება ნამდვილი ქუთაისლები, არ აქვს მნიშვნელობა, ის ამბობს თავის საქმეს და შენთან გატარებული. ახლა მე როგორ აიცი გავატარე, რა ვიცი, ამდენი წუთი ალბათ 9 საათი თუ ესა თავისუფლად, ბედნიერად და გონია რომ მე და შენ მარტო ვზივართ და ერთმანეთს გულს უხსნით. ასე რომ მადლობა, რა თქმა უნდა, ამ ტელევიზიას და ეს რა თქმა უნდა შენ დამსახურება პირველ რიგში. დროებით დაგემშვიდობები, გვიგულეთ თქვენს გვერდით, ბედნიერი დღე მინდა გისურვო და იმეც დავიტოვებ, რომ მალე გადავეკვეთებით ისევ ერთმანეთს ნახვამდის. მიკაცო ქაჯაია გახდათ, სვირფესო ტელემაყურებლობა ჩვენი სტუმარი, შევისუნოთ რამდენიმე წუთით და ისევ დაგიბრუნდებით, დარჩით ჩვენთან ერთად დროებით.